ერთ-ერთი ვალდებულება, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით იკისრა, ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფა და დაცვა. მავანი იტყვის, კი მაგრამ რა დაცვა სჭირდებაო კონკურენციას. მიუშვი ბაზარი და თავისით იკონკურენტებს ყველა. რა საჭიროა ჩარევა? სამწუხაროდ ასე მარტივად არ არის საქმე. თავის ნებაზე მიშვებულ ბაზარზე სამართლიანი ან მასთან მიახლოებული, როგორც ამბობენ ეფექტური, ანუ რეალური კონკურენცია იშვიათად მყარდება. იმიტომ რომ ერთმა მსხვილმა მოთამაშემ ან რამდენიმე შეთანხმებულმა ეკონომიკურმა აგენტმა, რომელთაც ერთად ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უკავიათ, თავისი საბაზრო ძალაუფლება კონკურენტების დასაჩაგრად შეიძლება გამოიყენონ. ეს რომ არ მოხდეს, სწორედ ამისთვის არსებობს კონკურენციის დაცვის კანონმდებლობა. არსებითად ეს კანონმდებლობა 4 მიმართულებას მოიცავს. კრძალავს ბაზრის მონაწილეთა შორის კარტერულ შეთანხმებებს, აწესებს სანქციებს დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებაზე, ზღუდავს ბაზრის მონაწილეთა გამსხვილებებს დომინანტური პოზიციის მქონე ეკონომიკური აგენტების ჩამოყალიბებას, არეგულირებს სახელმწიფოს მიერ მეწარმეებისადმი გაწეულ დახმარებებს, რომ დახმარებებით ბაზრის მონაწილეები თავად სახელმწიფომ არ მოაქციოს არათანაბარ პირობებში. ამ საფრთხეებისგან ევროკავშირი თავის ბაზარს იცავს და ასოცირების შეთანხმებით ჩვენც ავიღეთ ასეთივე დაცვის ვალდებულება. აღსანიშნია, რომ ასოცირების შეთანხმებამდე 2005 წლიდან საქართველოში მონოპოლიები და კარტელები საერთოდ აღარ კონტროლდებოდა. 2012 წლიდან ეს კონტროლი დაწესდა, თუმცა ის ფორმალური იყო და საჭირო გახდა 2014 წლის ძირეული საკანონმდებლო ცვლილებები, რათა კონკურენციის ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის ნორმებთან დაახლოებულიყო. ამჟამად კონკურენციის დაცვის ქართული კანონმდებლობა მეტნაკლებად შესაბამისობაშია ევროპულთან. თუმცა ერთია კანონმდებლობა და მეორე მისი სათანადოდ აღსრულება, ხომ? ამას ცალკე ძალისხმევა სჭირდება. კონკურენციის სააგენტო 2014 წლიდან ცდილობს ამ კანონმდებლობის განხორციელების ევროპული მიდგომები დანერგოს. მას უკვე ათობით საქმე აქვს განხილული და რამდენიმე ეკონომიკური აგენტი დაჯარიმებულიც კი ჰყავს. თუმცა პროგრესი საკმაოდ ნელია და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის სანქციებიც ჯერჯერობით ევროპულზე ბევრად დაბალია. აგრეთვე კვლავ საკმაოდ შეზღუდულია კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობები კარტელების, ანუ მეწარმეების შეთანხმებული ქმედებების გამოსავლენად. თუმცა მთავარი პრობლემა არის სახელმწიფო დახმარებები, რომელსაც სახელმწიფო გასცემს მის მიერ გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად შერჩეული მეწარმეებისთვის, რომელთა ვინაობაც და არც ამ დახმარების პირობები ყოველთვის ცნობილი არ არის. ეს მდგომარეობა ჩვენი მოქალაქეების მონაწილეობის გარეშე არ გამოსწორდება. თუ ეჭვი გაქვს, რომ მსხვილი კომპანია თავის კონკურენტებს ძირავს ან უსამართლოდ იქცევა, ან რამდენიმე კომპანია, რომლებიც კონკურენტები უნდა იყვნენ, სინამდვილეში აშკარად შეთანხმებულად მოქმედებენ. ან სახელმწიფო ზოგიერთ ბიზნესს მათ კონკურენტებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, დაწერე განცხადება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში. ეს ძალიან იოლია, არსად მისვლა საჭირო არ არის. განცხადების წარდგენა პირდაპირ ვებ-გვერდიდან არის შესაძლებელი. სააგენტო ვალდებულია ყველა ასეთი განაცხადი განიხილოს. შესაძლო დარღვევა შეისწავლოს და თუ ის დადასტურდა, კომპანიები დააჯარიმოს და დაავალოს, რომ ქცევა შეცვალონ. არ დაიზარო. შეუწყე ხელი ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი, სამართლიანი კონკურენციის არსებობას.